ჯობიაო პოლიტიკოსი ხალხთან იყოს, გარეთ იყოს თუ ციხეში იჯდეს, აი ამაზე კამათობს მავანი და არ მესმის, ეხლა სიმართლე გითხრათ ეს იგივეა ვთქვათ, რომ რა ჯობია პოლიტპატიმარი ექიმი ციხეში იჯდეს თუ პაციენტებს უკურნალოდეს, პოლიტპატიმარი მსახიობიც ციხეში იჯდეს თუ სენაზე იდგეს და მაყურებელს აბედნიერებდეს, პოლიტპატიმარი სტუდენტი სალექციო დარბაზში იჯდეს და ლექციას უსმენდეს თუ ციხეში იჯდეს, პოლიტპატიმარი ჟურნალისტი ზიამაყობელი მაგალითად მედია სივრცეში იყოს თუ ციხეში იჯდეს, ხო? ეს იგივეა, რომ ასე დავსვათ საკითხი. ან მივდივართ კომპრომისზე უსამართლობასთან, უსინდისობასთან, ან იბრძვი ბოლომდე. და ხარ მართალი ამ ბრძოლაში. და მორალური უპირატესობა არის უმნიშვნელოვანესი. ეს არის და ეს ძალიან მკაფიოა. გირაოს გადახდაზე აქ არ არის საუბარი. ნებისმიერ 50 პოლიტპატიმრიდან ერთ პირაში მაქსიმუმ შეუძლია იყოს სახლში. თუ წავა ის კომპრომისზე. და აქ უთქვამს კიდევაც ქართული ოცნებიდან ბევრს, რომ ზია ამაყობება მაგალითად მოინანიოს და სულ მცირედ მოინანიოს და გამოუშვებთ. დინარაძე მახსოვს ანდრო ჭიჭინაძეზე თქვა მსახიობზე, რომ თუ დავინახავ ის ინანიებს პირადად ჩაუდგები თავდებში, ხახტო. ანუ აქ ძალიან თუ გირაოზე არ არის აქ საუბარი და არც 50,000 ლარზე და 10,000 ლარზე პირველ რიგში ეს საუბარი არის შენი ივანიშვილის თამაში წესებით თამაშობ თუ არ თამაშობ.